სად ვართ ჩვენ? ცა ფირუს ხმელეთ ზურ მუხტო. ჩემო სამშობლო მხარეო. ალბათ მიხვდებით რა გველოდება წინ. ამ სიტყვების ავტორი არის აკაკი წერეთელი და სწორედ დღეს გამოვეშურეთ მის მშობლიურ კუთხეში და გადავიღებთ საჩხერეს. ნამდვილად, საჩხერეში როგორ მოხვდით? ჭერათხევით. ჭერათხევი დღესაც არის ალტერნატიული გზა, რომ ჩახვიდე დასავლეთში, როცა რიკოცე ან საცობია, ან რაღაც ხდება, მოკლედ, მე პირადად ხშირად დავდივარ ხოლმე ამ გზით, იმიტომ რომ ბევრად საინტერესო და ბევრად, როგორ თქვა, დასამშვიდებელი გზა არის, ვიდრე რიკოცე ამ დიდ მანქანებში ჯახუნი. და მით უმეტეს თუ არსად არ აჩქარებ ადამიანს, გზად შეიძლება ძალიან ბევრი საინტერესო რამე ნახოს, რასაც დღეს ვაჩვენებთ ჩვენ. ჭერათხევი თუ არ ვცდები, ქონდა ნახსენები ჟან შარდენსაც და სხვა ევროპელ მისიონერებსაც, როგორც გზა, რომელიც აკავშირებდა ვაჭრებს ინდოეთიდან დასავლეთ საქართველოს. იმიტომ რომ ერთ-ერთი ალტერნატიული მარშრუტი იყო საქართველოში, დასავლეთ და აღმოსავლეთში გადასასვლელი, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც სურამის ციხე ხშირად იყო ოსმალეთის ან ირანის დარტყმის ქვეშ და ეს შედარებით უსაფრთხო გზა იყო. იმიტომ რომ აქედან ხედავთ აი ამ ძალიან ლამაზ ქედებს დაცული იყო ჩრდილოეთით. ძალიან ლამაზია. როგორც უკვე ალექსანდრე მახსენა, აუცილებლად მოვინახულებთ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს, მაგრამ რადგან ჯერ კიდევ 1840 წელს, როდესაც აკაკი დაიბადა, იყო ტრადიციად, რომ უნდა გადაებარებინათ ბავშვის აღზრდა სხვა ოჯახში, გლეხებთან. ამ შემთხვევაში ეს არის სოფელ სავანეში, ამიტომ სავანის ჯობს რომ დავიწყოთ. ხო, სავანე ახლოს არის პირველი და ხო, გარდა ამისა, ხო, სანამ სავანეში მივალ, ჩვენ მაყურებელს უნდა ვთხოვოთ, რომ მოგაწოდონ იდეები. ხო. ჯეირანს, რატო თქვია გადაცემა ჯეირანი? იმიტომ რომ ყოველ გადაცემაში რაღაცას ვარჩევთ, ვეჯიბრებით, ან ალტერნატივა გვაქვს, ან ასე ვქნათ, ან ისე ვქნათ, ნელ-ნელა გველევა. იდეები შემოგველია და საჩხერეზე ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ და ამიტომ გთხოვთ დაგვეხმაროთ, მოგაწოდოთ იდეები, დაგვიწერეთ კომენტარებში. ისე მაინც ითამაშოთ. ისე მაინც? კაი, ვინ მოიგებს აბა? ჯეირანი. მოვიგე, როგორც ყოველთვის, კარგი, წავედით. აქ ავიდგი მე ფეხი, აქ ამოვიდგი მე ენა და სწორედ აქედან იწყება ჩემი მახსოვრობა. აკაკი წერეთელი ჩემი თავგადასავალი. აი სწორედ აი ამ პატარა იმერულ სახლში გაატარა მისი ბავშვობა აკაკი წერეთელმა. აკაკი იყო სულ 2 კვირის, როდესაც მიაბარეს ანჩაველისა და სადუნიშვილის ოჯახს. მანო იყო მისი დედა ფაქტობრივად პირველი ადამიანი იყო, ვისთანაც ჰქონია ესა დედობრივი შეხება.
სადღაც 6 წლამდე იზრდებოდა ამ სახლში და ძალიან დიდი პატივისცემით იხსენებს ამ განვლილ წლებს და განსაკუთრებით მანოს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბეში იზრდებოდა, არ აკლდა სიყვარული. ზუსტად მაშინ ტრადიცია იყო ასეთი, მიუხედავად იმისა, რომ როსტომ წერეთელი მამა საკმაოდ შეძლებული თავადი გახდა. დედამისიც ქალბატონი აბაშიძე სოლომონ პირველის შვილიშვილის შვილი იყო, ანუ პირდაპირ შთამომავალი იყო. და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტეს, რომ მიებარებიათ გლეხის ოჯახისთვის და მithumetes მანოს მამა მღვდელი იყო, აი აქვე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა და ასე ვთქვათ, მის პიროვნებით ჩამოყალიბებაში და იმ გენიალურობაში ოჯახს ემეტად სწორედ აი ამ ოჯახმა ითამაშა როლი და აი ხა ჩამოვსხედვით კერიასთან, აი აქ ეძინა ოჯახს. თვითონ აკაკის აქოა ესე როგორც გითხრეს. თვითონ მუზეუმის ისტორიაც საინტერესოა. რადგან როგორც წესი მუზეუმი არსდება, როცა ადამიანი გარდაიცვლება, იმის შემდეგ რაღაც დრო გადის და აქ ამ შემთხვევაში თვითონ აკაკის ანდერძი იყო კოტი აბდუშელიშვილი, მისი ასე ვთქვათ მოურავიან რაღაც აღმასრულებელი მდივანი, რომელმაც ჩაიბარა 1915 წლიდან ის პატრონობდა ამ ადგილს. შემდეგ ის გარდაიცვალა, მის შემდეგ მისი მეუღლე პატრონობდა და 1939 წელს გაიხსნა მუზეუმი. ხოლო სახელმწიფო მუზეუმის სტატუსი მიენიჭა 4 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს და 1940 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით და დღეს რაც გვაქვს ჩვენ ამ მუზეუმში, ეს არის 1940 წელს რესტავრაციის შედეგად მიღებული შედეგი. მაგრამ ეს იგრძნობა, ეს მართლა იტანტალებდა ფეხშიშველი აქ სიამოვნებით ადამიანი. კი. რაც თავარია უფასო არის აქ შემოსვლა და შემდეგში, როდესაც აჩხერეში მოხვდებით, აუცილებლად გამოიარეთ. თან თავარი გზიდან არის 2 წუთის სავალი ზუსტად. ახლოს არის და პოეტს მარტო კი არ უნდა სწავლობდეთ და მისით მომაყობდეთ, არამედ მივიდიოდეთ იმ ადგილას, სადაც ის გახდა ისეთი, როგორიც ჩვენ გვიყვარს. ჩვენი დანიშნულების შემდეგი ადგილი აკაკის სახლ-მუზეუმია, მაგრამ რუკაზე რაღაც შენობაც არის მონიშნული სახელწოდებით წერეთლების ძველი სასახლე. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ იქაც შეგვევლო. ამ სასახლეს აკაკი წერეთლის ოჯახთან კავშირი არ ჰქონია, თუმცა ის სიმონ წერეთელს ეკუთვნოდა. 1930 წლიდან 2009 წლამდე აქ სხვიტორის დაწყებითი, არასრული და საშუალო სკოლა იყო განლაგებული. არსებობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამ შენობაში უნდა გადმოიტანონ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. გამარჯობა. მადლობა სტუმრობისათვის ჩვენ როსტომისეულ სასახლეში ვიმყოფებით. სახლი 191 წლის არის, აკაკის მამა საუგია, ბერძნები იყვნენ მშენებლები, ამიტომაც მშენებლობაში ყველაზე მეტად ჭარბობს ბერძნული სტილი. დააკვირდით, ფანჯრები ბერძნულია და ბუხრები. ყველა ოთახში არის ბერძნული ბუხარი, ეს იყო გათბობის ერთადერთი საშუალება და თან ბერძნული. რას ნიშნავს ეს? ამ ბუხრის დაბლა პირველ სართულზე ბუხარია, საერთო ყელი აქვთ პირველი და მეორე სართულის ბუხრებს, გარედან ერთიანდება და ორი ბუხარი ერთი საკვამურით ბოლოვდება სახურავებზე. ხომ არა აიხედეთ სახურავებზე. ბუხრის თავებზე დგას ქვისაგან გამოთლილი ჭადრაკის ფიგურები. აკაკის მამა როსტომ წერეთელი ჩინებულად თამაშობდა ჭადრაკს.
ჭადრაკისადმი ფანატიკური სიყვარულის ნიშნად მას შეუკვეთავს ჭადრაკის ფიგურები ბერძენი მშენებლებისთვის. 5 ბუხრის თავია 5 ჭადრაკის ფიგურა, ქვისგან გამოუთლიათ ბერძენ მშენებლებს. თუ კი ვინმე იმერეთში სტუმრად მოვიდოდა როსტომთან მოჰყავდათ საპაექროთ, ვერავინ ვერ უგებდა ჭადრაკის თამაში. სწორედ ამ სახლში 1840 წელს 9 იუნის განთიადისას დაიბადა საქართველოს უგვირგვინო მეფე აკაკი წერეთელი. აკაკის ძიძა გახლდათ მანო სადონიშვილი, გლეხის ქალი, რომელსაც ყავდა აკაკის სტოლაშვილი ამბაკო და უფროსი ქალიშვილი გაიანე. ამასთანავე მანო სადონიშვილის მამა სვიმონ სადონიშვილი სავანის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი ყოფილა იმ პერიოდში. აი ესეთი ოჯახი აურჩევია როსტომ წერეთელს და ეკატერინე აბაშიძეს, აკაკის მშობლებს. 6 წლამდე იზრდებოდა აკაკი სავანეში, ძიძიშვილებთან, ამბაკოსთან და გაიანესთან ერთად. მის თვალწინ გაიარა გლეხკაცის მძიმე და ძალიან რთულმა ცხოვრებამ. ამიტომაც უყვარდა თავისი უბრალო ხალხი ბავშვობიდანვე, მათი სიყვარული დედის ნანასთან ერთად ჰქონდა შესისხორცებული. სავანეში გამოთქვა აკაკიმ პირველი ლექსი. საბუდარში ჩამჯდარიყო კაკანებდა ქოჩორაო, მაგრამ კვერცხი არ დაედვა ტყუილები მოჭორაო. ყველაზე მეტად უნდა ვახსენოთ შაირი მოურავზე. ბეღელს თაგვი შეჰპარვია, ხრავსულ რაც სახრავიაო, მაგრამ თვითონ დიდი თაგვი თვითონ მოურავიაო. მოურავი გაბრაზებულა და უწინასწარ მეტყველებია კიდეც. ჩემი დაცინო არაფერია უთქვამს მოურავს. აი ნახეთ ამ თითის სტოლა ბავშვმა თავის მწარეენით როგორ გადაიმტეროს მთელი ქვეყანაო. აკაკი მოგვიანებით წერს ჩემმა მწარეენამ მთელი ქვეყანა მტრად გამიხადაო. აკაკის ხელშენავლები ნივთია როგორ მოხდა ჩვენთან. აკაკი ორჯერ ეწვია პარიზს 1905 წელს და 1909 წელს. იქ ცხოვრობდა მისი ცოლ-შვილი. მეგობრის გრიგოლ გველესიანის ოჯახში აი ჭადრაკით უთამაშნია მგოსანს. აუქციონზე იყიდებოდა 4 წლის წინ, შეუმჩნევია ქართველ კოლექციონერს გუგულის სარიშვილს, როცა გაიგო ამ ჭადრაკის ისტორია შეიძინა და არ ვიცით რა თანხაა გადახდილი, საჩუქრად გადმოსა აკაკის მუზეუმს. თითეული ფიგურა ხილის სხვადასხვა ხისგან არის დამზადებული. ტყავი აქვს გადაკრული საჭადრაკო დაფას, საუკუნეზე მეტი ხნის გახლავთ და ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ანას ოთახია და მისი ფოტო უნდა გაჩვენოთ. ანა 10 წლით იყო დიდი აკაკიზე, ანამ შეასწავლა აკაკის ქართული და რუსული წერა-კითხვა. ანამ ჩაიწერა შაირები, რომელსაც 4 წლის ძმას ეპირად გამოთქვამდა, თორემ დაიკარგებოდა ეს შაირები და ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. ანა მალამოებს ამზადებდა, ცნობილი იყო თავისი უებარი მალამოებით. პირველ სართულზე ამ ოთახის დაბლა, ანას ორი ოთახი საწამლიად ჰქონდა მოწყობილი. სადაც ახმობდა სამკურნალო მცენარეებს სიბნელეში, შემდეგ ხარშავდა წამლებს და იქვე ცივად ინახავდა. პირველ სართულზე ძალიან ცივა, კარგად ინახებოდა მალამოები. თუ კი ვინმე ავად გახდებოდა, მოდიოდნენ ანას თხოვდნენ მალამოს. აკაკი სულ ხუმრობდა. ანას მალამოებთან დაკავშირებით. უცნაური ქალია ჩემი და ანა, ყველა დაავადების წამალს ერთი ქოთნიდან იღებსო. ანას არავინ არ დარჩენია. 90 წელი ამ სახლში ცხოვრობდა. აკაკის დაბადებას მოესწრო, აღიარებასაც და გარდაცვალებასაც. 1920 წელს გარდაიცვალა. სოფელ კვერეთში მშობლების გვერდით დაკრძალეს. ჩვენ მემორიალურ ოთახში ვიმყოფებით, ამ ოთახში შპალერი აკაკის დროინდელია. ლინელიუმი აკაკის დროინდელია, არ გამოუცვლიათ. ამ ოთახში დაიბადა მგოსანი და ამ ოთახში გარდაიცვალა. თავდაპირველად ეს ოთახი აკაკის დედას ეკატერინეს ეკუთვნოდა. ეკატერინეს სალოცავი კუთხე ხელუხლებელია უძველესი ხატებით და საეკლესიო წიგნებით. აქ დაიბადა მგოსანი განთიადისას და აქ გარდაიცვალა განთიადისას. 1915 წელს 26 იანვარს ღამის პირველ საათზე ამ თეთრეულში, ამ ქვეშაგებში გარდაიცვალა. საათი გააჩერეს. მაშინ როდესაც შეწყდა მგოსნის მაჯისცემა, დამბლა მოუვიდა, დღეს ამას ინსულტს ეძახიან სამედიცინო ენაზე, მაგრამ მანამდე ეს არ იყო მხოლოდ მგოსნის საძინებელი. სამუშაო ოთახიც გახდათ. არაერთი შედევრი აი აქ დაუწერია. არასოდეს ისე კარგად არ წერ, როგორც აქ სხვითორში, ჩემს სახლში, ამბობდა მგოსანი ხშირად მეგობრებთან საუბარში. სამელნე კალმისტრები, მელნის საშრობია ეს ხელსაწყო. ჰქონდა კი სხვა სახლი. არც ჰქონდა სხვა სახლი. თეობი ცხოვრობდა ქუთაისში, სასტუმრო გრანდ ოტელში, კოლხიდაში, ან მეგობრებთან ბინაზე. თბილისში, მაკო საფაროვას ბინაზე, ან ყველგან სასურველი სტუმარი იყო. სასტუმროს მეპატრონეები ყოველთვის თავაზობდნენ ნომერს უფასოდ. ყველგან სასურველი სტუმარი იყო, განსაკუთრებულად უყვარდათ.
მაგრამ საკუთრება ეს ერთი სახლი ჰქონდა, სადაც ყოველთვის ბრუნდებოდა, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი ერთი თვე გაატარა. ავად იყო მას საქართველოს ყველა კუთხიდან აკითხავდნენ ერთი თვე სწორედ ამ ოთახში. აი ამ ოთახში იავადმყოფა, ამ სახლში იავადმყოფა. ეს ეზო სავსე იყო მნახველებით, მაგრამ ექიმები უკრძალავდნენ მიეღო მნახველთა დიდი არმია. გოსანი არ ემორჩილებოდა ექიმებს. დამასაფლავეთ უბრალოდ ჩემს ეზოში, როდესაც უფალი თავისთან გამიწვევს კარის ეკლესიის გვერდით ტყემლის ძირში, სადად და უბრალოდ ყოველგვარი გვირგვინების გარეშე. დაწერა 1912 წელს ქუთაისში შედგენილ ერთ-ერთ ანდერძში. მაგრამ სიკვდილის წინ მას შეცვალა ეს ანდერძი დამარხეთ იქ, სადაც ჩემი ქართველიერი ჩათვლის საჭიროდო. მთელი ერის გადაწყვეტილებით, მისი ოჯახის წევრების თანხმობით, აკაკი მთაწმინდაზე დაკრძალეს მისი საუკეთესო მეგობრების დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის გვერდით. უკეთეს სავანეს ვერც ვინატრებდით, მაგრამ მის კუბოს წინ მაინც მიუძღოდა ერთი გვირგვინი, რომელზეც ორი სიტყვა ეწერა: აკაკის საქართველო. მართლაც 100,000 ქართველზე მეტი, თითქმის მთელი საქართველო მიაცილებდა მარადისობისაკენ მიმავალ უკანასკნელ მოგზაურობაში. ასეთი დასაფლავება თბილისს არ ახსოვს. ამ კარადაში მგოსნის პირადი ტანსაცმელია ძალიან მაღალი. იმ ეპოქაში არა მარტო ინტელექტით, ნიჭიერებით გამორჩეული, აღნაგობითაც სიმაღლეში მეტრი და 84 სანტიმეტრი, ფეხის ზომა ჰქონდა 45. მას ოლიმპიელ მოხუცს ეძახდნენ, უგვირგვინო მეფე უწოდეს, საქართველოს ბულბული. გოსანი უწოდეს, მხოლოდ სახელით მოიხსენიებდნენ. მერე რა რომ პირველი სკოლის წინ თანაბარი ძეგლი დაუდგეს აკაკის და ილიას, ეს მოქანდაკეს შეუძლია ხელოვნებაში შესაძლებელია, ამით ხაზგასმაა, რომ მათი როლი თანაბარია ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში. აკაკი თავით მაღალი იყო ფიზიკურად ილიაზე. მანი გახდათ მგოსნის მოსასვენებელი ადგილი. აქედან მოსჩანს სოფელი სავანე. აქედან 7 კილომეტრშია აკაკის საყვარელი ძიძის სოფელი. ეს სახლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არასოდეს არ გადაუკეთებიათ. სახლი აგებულია საძირკველის გარეშე, საძირკველი არა აქვს, კლდეზეა ამოშენებული. რაც შეეხება ჩვენ ეზოს, მისი ფართობი 5 ჰექტარ ნახევარია, დაცული ტერიტორია, 60-იანი წლებიდან ყველა შენობა ძეგლია, აკაკის ეზოში 2 საუკუნის ძეგლებია. ნატალია ბაზილევსკაია საძინებელში ვიმყოფებით, აკაკის მეუღლე იყო ქალბატონი ნატალია ბაზილევსკაია. ნატალიას კარადა მოაღწია ჩვენამდე სარკემ და ქუდების შესანახი ყუთებია. საუბრობთ აკაკის ცოლ-შვილზე, ახლა დაქორწინებულები. აკაკი და მისი მეუღლე ნატალია ბაზილევსკაია 1864 წელი მოსკოვშია ფოტო გადაღებული. მოსკოვში გაიცნეს ერთმანეთი და მალევე დაქორწინდნენ. ნახევრად რუსი, ნახევრად პოლონელი იყო ნატალია ბაზილევსკაია. ოქროსმოწველ ბაზილევსკის ქალიშვილი. მოგვიანებით აკაკი ცოლის შერთვის შესახებ წერდა. მე გადაწყვეტილი არ მქონდა ცოლის შერთვა, ისიც უცხოელის, მაგრამ წინასწარ ნურავინო დაიჩემებს, ამას ვიზამ დაიმასო. ყავდათ 2 შვილი, ეკატერინე და ალექსი. ძალიან პატარა გარდაიცვალა ეკატერინე, 2 წლინახევრის ფილტვების ანთებით. მხოლოდ გაზარდეს ალექსი. ალექსის მოფერები მშობლები ლიოლიას ეძახდნენ, ალექსი წაიყვანა დედამ და მოსკოვში მიაღებინა რუსული განათლება. ეხლა ძალიანაც ჩავქოლავთ ამის გამო ნატალია ბაზილევსკაიას. წარმოიდგინეთ ცხოვრება სოფელ სხვითორში. აქ არ იყო კარგი საცხოვრებელი პირობები. ბუხარი ენთო, ლამპა ენთო, წყალი არ იყო ამ სახლში. დინარიდან ამოჰქონდათ მოსამსახურეებს, მთელი დღე ეზიდებოდნენ, არ იყო კარგი საცხოვრებელი პირობები. 6 თვე ზამთარი, რომ მოთოვდა მაისამდე თითქმის არ დადნებოდა თოვლი. ჩაიკეტებოდა რკინიგზა, ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება. ჟურნალი, გაზეთი არ მოდიოდა 6 თვის განმავლობაში. ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ. წაიყვანა ნატალიამ შვილი და მიაღებინა რუსული განათლება, სადაც კარგი საცხოვრებელი პირობები ჰქონდა და მდიდარი ნათესავებიც ეგულებოდა. პროფესიით ალექსი ინჟინერი იყო, მაგრამ ერთი დღეც არ უმუშავნია ამ პროფესიით. ჩამოაყალიბა საკუთარი საოპერო დასი და მუსიკამ გაიტაცა. იყო მის ამ საოპერო დასის ანტერპრემიორი. ახალი ოპერა ასეთი სახელწოდებით იყო საოპერო დასი ცნობილი, რომელმაც გასტროლებით მოიარა მთელი ევროპა. ალექსი მოღვაწეობდა ხარკოვის თეატრში, ოდესის თეატრში. საოპერო დასი ბოლოს პარიზში გადაიყვანა. იქ გადავიდნენ საცხოვრებლად აკაკის ცოლ-შვილიც, პარიზში გარდაიცვალნენ. აღარ ჩამოსულან პარიზიდან. ჯერ ნატალია გარდაიცვალა 1933 წელს.
პარიზის გარეუბანში სენტ-უანის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1942 წელს დედის გვერდით დაკრძალეს არც თუ ისი ახალგაზრდა 73 წლის ალექსი წერეთელი. ალექსი არ იყო დაქორწინებული, ამიტომაც აკაკის შვილის ხაზით შეწყდა შთამომავლობა. დღესდღეობით სამწუხაროდ აკაკის ცოლ-შვილის საფლავები ჩვენთვის დაკარგულია. ერთადერთი პიროვნება იყო ბატონი გურამ შარაძე, ვინც ჩავიდა პარიზში და დიდხანს ეძებდა აკაკის ცოლ-შვილის საფლავებს სენტ-უანის სასაფლაოზე. მუშაობდა აკაკის 5 ტომეულზე ბატონი გურამი, სამწუხაროდ მეხუთე ტომის გამოცემა აღარ დასცალდა. მისი მივლინების ერთადერთი მიზანი იყო მოეძიებია ნატალიას და ალექსის საფლავები. მივიდა სენტ-უანის სასაფლაოზე, იპოვა ჩანაწერების წიგნი და დაადგინა. მათი საფლავების საფასური წინასწარ იყო გადახდილი 30 წლით, საზღვარგარეთ წინასწარ ყიდულობენ ადგილს, საფლავებს ვადა გაუვიდა. აი 10 წელი კიდევ ელოდა სასაფლაოს დირექტორი, ამის შემდგომ ძვლები ამოიღეს, ეთყობა სხვაგან ჩამარხეს. მათ ადგილას ცოლქმანი ნოტბატები არიან ამ წუთას დასაფლავებული. შთამომავლობა არც აკაკის და-ძმას არ დარჩა. როსტომ წერეთლის 5 შვილიდან სამწუხაროდ არც ერთი მხრიდან არ გაგრძელდა შთამომავლობა. თავადის ხვიტორელი წერეთლები სამწუხაროდ გადაშენდნენ. როცა ჩამოდიოდა მამასთან, ეს იყო მისი საძინებელი და მოსასვენებელი ოთახიც და კაბინეტიც. პირველ სართულზე ამ სახლში მოსამსახურეები ცხოვრობდნენ. აკაკისადმი მიძღვნილი ადგილები ამით არ სრულდება. ცენტრალურ გზაზე დგას შენობა, საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია აკაკის პირადი ნივთები და ნახატები. ახლა კი მივდივართ დღეისთვის ბოლო სანახავ ადგილას, ეს არის მოდინახეს ციხე, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება მთელი საჩხერის თავზე. მოდი ვნახოთ ციხე. წამო ვნახოთ ციხე. აბაშიძის ქალო. დიახ, წერეთლის ბიჭო. დაგიძახე უკვე და არ მოდიხარ და გელოდები. მამა მითხრა სანამ არ ააგებს ციხეს, მანამდე არ გამოვიხედავ. ხო და ვიცოდი და ავაშენე უკვე და მოდი და ნახე. მოვალ და ვნახავ. შემოგთავაზეთ მხიარული პერფორმანსი, მაგრამ სინამდვილეში ეს ამბავი მართლაც მომხდარა, არსებობს ერთ-ერთი ისტორია და უკავშირდება პაპუნა წერეთელს, რომელსაც მართლაც სურდა აბაშიძის ქალის შერთვა და მამამის უთქვამს, რომ სანამ ციხი არ გექნება, არ გამოგატანო. ან უთქვამს, რომ შენ ციხი არ გაქვს და შესაბამისად ვერ გაგატან ჩემს ქალიშვილსო. და პაპუნასაც მოუნდომებია და მე-18 საუკუნის 20-ან 30-იან წლებში აუგია ეს ციხე, მოდინახეს ციხე და სახელიც აქედან გამომდინარეობს მართლა შეუთვლია მომავალი სასიმამრეების მოდი და ნახეო. მაგრამ თუ თქვათ აი ამ საინტერესო ამბავს გვერდზე გადავდებთ, აი ამ ციხის გარშემო ჩვენ გვხვდება
პალეოლითიდან მოყოლებული ყველა ეპოქა, ყველა მეზოლითი, ნეოლითი, ბრინჯაოს ხანა, ძველი ბრინჯაო თუ შუა თუ ახალი, შემდეგ შუა საუკუნეები და მოვდივართ მე-19 საუკუნემდე, სადაც ბოლოს რუსეთის იმპერიის ჯარებმა მოახერხეს ციხის აღება, რადგან თვითონ სოლომონ მეორე ამ ციხეს აფარებდა თავს. და ერთ-ერთ დასაწყისად, როგორც ვთქვათ, იმერეთის სამეფოს დასაწყისად იქცა სწორედ მოდინახეს ციხის აღება რუსთა მიერ. მაგრამ მანამდე ეს ციხე საკმაოდ შეულად ითვლებოდა, რადგან ქვეყნის შიდა დაპირისპირებიდან გამომდინარე თითქმის ვერავინ მოახერხა ამ ციხის აღება. დღეს რასაც ჩვენ აქ უყურებთ, კარგია რესტავრაცია, მიხარია ყოველთვის რესტავრაცია, მაგრამ ძალიან გადაჭარბებულად ბევრი ბეტონი მეჩვენება აქ და ალბათ შეცდომები იქნა დაშვებული ამ ციხის აღდგენისას. რადგან ციხემ დაკარგა ის პეწი, რაც ჰქონდა მანამდე, აღსადგენი იყო, კონსერვაცია უნდა გაკეთებული იყო, მაგრამ არა აი ასე, როგორც ახლა ჩვენ გვაქვს. ჯეირანის მომდევნო გადაცემაში კვალდაკვალ გავუყვებით საჩხერის არქეოლოგიურ ძეგლებს და ვესტუმრებით კვერეთს, დაკარგულ სამოთხეს.